საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კახეთში პროფესიული კოლეჯების მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამინისტროს მხარდაჭერით ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ქალაქ გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა. უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭვრება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. ქალაქ თელავში პროფესიული კოლეჯ პრესტიჟის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სახელოსნოების მშენებლობა. დასრულების შემდეგ დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის საბათქაშე სამუშაოების წარმოება, თაბაშირ მუღაოს კონსტრუქციების მონტაჟი, სამღებრო სამუშაოების შესრულება, შედუღება, კერამიკული ნაკეთობების დამზადება და სხვა მიმართულებები.